დიდი უწყლობა ირანში. რატომ სცადა თვითმკვლელობა ისრაელის სამხედრო პროკურატურის ხელმძღვანელმა. ცნობილ ტელერადიო კორპორაცია BBC-ს ირგვლივ ატეხილი სკანდალი. ვინ არის ბოლივიის პრეზიდენტი? ჩვენს ლიდერების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ირანში წყლის მწვავე კრიზისია და მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის თქმით, თუ უახლოეს ხანში წვიმა არ წამოვა, თეირანში წყლის მიწოდების შეზღუდვა გახდება საჭირო, თუმცა მისი აზრით ესეც არ იქნება საკმარისი. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად პრეზიდენტი დედაქალაქის მოსახლეობის ევაკუაციას განიხილავს. ქვეყნის მასმედიამ მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტის ეს ინიციატივა. თეირანის ყოფილმა მერმა გოლამ ჰოსეინ კარბაშჩიმ იდეას ხუმრობა უწოდა და თქვა, რომ თეირანის ევაკუაცია უაზრობაა. მართლაც 13 მილიონიანი ქალაქის ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელია. ექსპერტების აზრით, ფეზეშქიანმა იცის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია აბსურდია, მაგრამ პრეზიდენტმა ამით მოსახლეობა თითქოს წინასწარ შეამზადა, რომ ხალხი წყლის დეფიციტს შეეგუოს. ირანელებისთვის გაცილებით დიდი თავსატეხი ის არის, რომ წყალმომარაგების პრობლემა არა მხოლოდ თეირანშია. საკითხი მთელს ქვეყანას აწუხებს. მთავრობამ ქალაქების უმრავლესობაში წყლის მიწოდების გრაფიკი შემოიღო და მოსახლეობას წყლის ხელმომჭირნედ გამოყენებისკენ მოუწოდა. მთავრობის ზოგიერთი წევრი ირანის პრეზიდენტს კარნახობს, რომ მან წყლის არარაციონალურად ხარჯვის წინააღმდეგ კანონი შემოიღოს. მოკლედ, ამხელა ქვეყანა ფაქტობრივად წყლის გარეშე დარჩა. ხალხში სიმწარე ნარევი ხუმრობა გავრცელდა. წყლის ნაცვლად ნავთობი ვიხმაროთო. მოგეხსენებათ, ირანში ნავთობის უდიდესი საბადოებია განლაგებული. ზოგადად ირანს ყოველთვის აწუხებდა წყლის ნაკლებობა, მაგრამ ისეთი გასაჭირი, როგორიც ახლა, არასოდეს არ ყოფილა. მიზეზი კი ისაა, რომ ყველა პრობლემა ერთად დაგროვდა. წელს ირანში უპრეცედენტო გვალვა იყო. რეკორდულად მცირე ნალექის გამო წყლის რეზერვუარები თითქმის დაცარიელდა. ირანის მსხვილ წყალსაცავებში წყლის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა წყლის კრიზისი მხოლოდ ნალექის სიმცირეს არ გამოუწვევია. როგორც თავად ირანის მთავრობა აღიარებს, ქვეყნის წყალმომარაგების მთელი სისტემა წყობრიდანაა გამოსული. წყალსადენები მოძველებულია და ბევრგან დიდი რაოდენობით ჟონავს წყალი. სპეციალისტები უკვე გარგახანია ხელისუფლებას წყალსადენების მოდერნიზაციის აუცილებლობისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მთავრობა მათ არ უსმენს. გარდა ამისა, წყალმომარაგების სფეროში მთავრობა ყოველთვის არასწორ პოლიტიკას ატარებდა. ქალაქებისთვის წყალსაცავების აგების ნაცვლად სოფლის მელიორაციაზე გადაიტანეს ყურადღება. ოფიციალური მონაცემებით წყლის მთლიანი ხარჯის 60% სოფლის მეურნეობაზე მოდის. თან ირანში აქტიურად აწარმოებენ ფისტას, რომლის მოყვანას დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება. რაც შეეხება ქალაქებს, მათი უმრავლესობა მიწისქვეშა წყლებით მარაგდება. ქალაქების განაშენიანება კი ქაოსურია, რაც ქალაქების წყლით მომარაგებას აფერხებს. ისიცაა, რომ კლიმატურ-გეოგრაფიულად ირანი არ არის უხვწყლიანი ქვეყანა. წყლის ნაკლებობა აქ ყოველთვის დიდი პრობლემაა. ბოლო 10 წლებში მდგომარეობა კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც სპეციალისტების აზრით იმან გამოიწვია, რომ მეზობელ თურქეთსა და ავღანეთში წყლის კაშხლების გამალებული მშენებლობაა, რაც საგრძნობლად აფერხებს ირანის წყლით მომარაგებას. იმის მაგივრად, რომ ამ სამმა ქვეყანამ წყლის მომარაგების გეგმები ერთმანეთთან შეათანხმოს, ისინი ცალკე მხოლოდ თავიანთი მიზნების გათვალისწინებით მოქმედებენ, რაც მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას იწვევს. მაგალითად, 2022 წელს თეირანსა და ქაბულს შორის ურთიერთობა მდინარე გილმენძე კაშხლის მშენებლობის გამო დაიძაბა.
მდინარე ავღანეთიდან ირანში მიედინება. ავღანეთის მთავრობამ კაშხლის გადიდება და მდინარის წყლის კალაპოტის შეცვლა გადაწყვიტა, რაც ირანის მხარეს მდინარეს დაშრობით დაემუქრა. დიდი დავიდარების შემდეგ პრობლემა რაღაცნაირად მოგვარდა. ირანი უკმაყოფილოა თურქეთის გეგმებითაც, რომელიც მდინარე არაქსზე, ევფრატზე და ტიგროსზე ასევე კაშხლების აშენებას გეგმავს. ანუ ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობის ნაცვლად ირანი, თურქეთი და ავღანეთი გაუთავებელ წინააღმდეგობაში არიან. ისრაელში ქვეყნის სამხედრო პროკურატურის ხელმძღვანელი გენერალი ქალბატონი იფათ ტომერ იერუშალიმი დააკავეს. ისრაელის ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მას სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის საჯარო გავრცელება ედება ბრალად. ამ ამბავმა მთელი ისრაელი შეძრა და გახლიჩა. ერთი მხარე სამხედრო პროკურორს იცავს, მეორე ნაწილი კი თulis რომ ის მოღალატეა. რა გააკეთა ქალბატონმა ტომერ იერუშალიმმა ისეთი, რომ მას ღალატში ზდებენ ბრალს. ეს ამბავი შარშან დაიწყო. ქვეყნის სამხედრო პროკურატურაში საჩივარი შევიდა, რომ სდე ტეიმანის ცნობილ ციხეში ჰამასის მებრძოლებს აწამებდნენ. სდე ტეიმანის ციხე განლაგებულია ნეგევის უდაბნოში და ყველაზე დაცულ საპატიმროდაა მიჩნეული. აქ სასჯელს ცნობილი ტერორისტები და პალესტინელი მებრძოლები იხდიან. პალესტინელებისგან ხშირად ისმოდა საყვედური, რომ ციხეში პალესტინელებს აწამებდნენ, მაგრამ ფაქტების უქონლობის გამო ვერაფერს ვერ ამტკიცებდნენ. შარშან ციხის მთავარმა ექიმმა პატიმართა წამებებზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, ერთ დღეს მას გასასინჯად 2 პალესტინელი პატიმარი მოუყვანეს. ექიმი გასინჯვის შედეგად მიხვდა, რომ ისინი ნაწამები იყვნენ. ამის შემდეგ სამხედრო პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელმაც აჩვენა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ციხეში ხშირად ხდებოდა წამება. გამოძიებამ გაარკვია, რომ ამ 2 პალესტინელზე ციხის ზედამხედველებმა წამების გარდა სექსუალურად იძალადეს. მოგვიანებით პროკურატურამ მოძალადეების დაჭერის ორდერი გასცა. როცა სამხედრო პოლიცია ციხის თანამშრომლებს აკავებდა, დანარჩენი თანამშრომლები პოლიციისთვის ხელი შეშლა შეეცადნენ, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მაშინ არეულობის მონაწილეებმა სამხედრო პოლიციის შტაბ-ბინაში შეჭრა და დაკავებულების გათავისუფლებას სცადეს. ამ ინციდენტმა სამხედრო პროკურატურა აღაშფოთა. ქალბატონმა იფათ ტომერ იერუშალიმმა კი მათი დაკავების ორდერები გასცა, რის შემდეგ ყოველდღე ხდებოდა სამხედრო გენერალურ პროკურორზე ზეწოლა. დაჭერილთა ახლობლები პროკურატურასთან ყოველდღიურ დემონსტრაციებს აწყობდნენ. ულტრაორთოდოქსებმა იფათ ტომერ იერუშალიმი ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს, მაგრამ ქალბატონი პროკურორი მედგრად იდგა. ბოლოს და ბოლოს მან ზეწოლას ვერ გაუძლო და გასაიდუმლოებული საქმის გასაჯაროება გადაწყვიტა. მან ისრაელის ერთ-ერთ გამოცემას საიდუმლოდ გადასცა ვიდეო მასალა, რომელშიც ციხის ზედამხედველების სადისტური ქცევა ჩანს. ვიდეოს გაჟონვამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ მთავრობამ მოახერხა ყურადღება ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკიდან თავად გაჟონვის ფაქტზე გადაეტანა. ნეტანიაჰუმ ამ ამბავს ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ყველაზე სასტიკი ანტიპიარული კომპანია უწოდა. მთავრობამ იფათ ტომერ იერუშალიმი დროებით გადააყენა თანამდებობიდან. მოგვიანებით ქალბატონმა პროკურორმა ვიდეოს გავრცელება აღიარა და ყველაფერი თავის თავზე აიღო. ამჯერად მთავრობამ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, მაგრამ ქალბატონი პროკურორი გაუჩინარდა, გამოცხადდა მისი ძებნა. ბოლოს გაირკვა, რომ მან თავის მოკვლას სცადა. ქალბატონი პროკურორი ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან ხელახლა სცადა სუიციდი. ახლა იფათ ტომერ იერუშალიმი ციხის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. სკანდალმა სრულიად ისრაელი შეძრა და
და ქვეყანაში დიდ კამათს მისცა ბიძგი, თუმცა ამ დისკუსიაში ახალი არაფერია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის არასოდეს არ შეჩერებულა. საკითხი ასე დგას: საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ თუ არა მორალური უფლება მოიქცნენ ისე, როგორც დიქტატორული რეჟიმის ქვეყნები და პატიმრები აწამონ. ამ კითხვას ხშირად სვამდნენ ამერიკელები, როცა ნაცისტური გერმანიის გენერლებს აპატიმრებდნენ. ეს კითხვა ვიეტნამისა და ერაყის ომების დროსაც ხშირად ისმოდა. ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. დასავლეთის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ტერორისტებს სასტიკად უნდა მოექცე. მეორე ნაწილი თვლის, რომ ამით დემოკრატიის პრინციპი ითელება. ისრაელის მასმედიამ ორი ახლო წარსულში მომხდარი ამბავი გაიხსენა. ერთი ერაყის აბუ გრეიბის ციხეს ეხება, სადაც 2005 წელს ერაყელ მებრძოლებს აწამებდნენ. წამების ფოტოები ერთმა ამერიკელმა ოფიცერმა გაასაჯაროვა. მეორე შემთხვევა 1984 წელს მოხდა ისრაელში. ამბავს 300 ნომერი ავტობუსი დაარქვეს. მაშინ პალესტინელმა ტერორისტებმა ამ მარშრუტის ავტობუსის მგზავრები აიყვანეს მძევლად. გათავისუფლების დროს ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა მიზანმიმართულად გაანადგურა ტერორისტები. დიდ ბრიტანეთში დიდი პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რომელსაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. ცნობილმა ინგლისურმა გაზეთმა Daily Telegraph-მა ტელერადიო კომპანია BBC-ს შიდა ეთიკური ანგარიშიდან ამონარიდები გაასაჯაროვა. 80 გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა განხილული BBC-ს ეთიკური გადაცდომის შემთხვევები. გაზეთმა მხოლოდ რამდენიმე უმძიმესი ინციდენტი გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მათგანი 2020 წელს დონალდ ტრამპის გამოსვლის მანიპულირებულ ვიდეოს ეხება. ტრამპის სიტყვები BBC-მ დამახინჯებულად დაამონტაჟა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მომდევნო წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმის წინ საპროტესტო მიტინგი გამართეს, რომელიც დიდ არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და დემოკრატების სამუშაო კაბინეტები დაარბიეს. შარშან კი, როცა ამერიკაში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, BBC-მ დონალდ ტრამპისადმი მიძღვნილი გადაცემა გაუშვა ტელევიზიით, რომელშიც მისი 2021 წლის გამოსვლა იყო ნაჩვენები. სიტყვა ისე იყო დამონტაჟებული, თითქოს ტრამპი თავის მომხრეებს კაპიტოლიუმის დარბებისკენ მოუწოდებდა, რაც, როგორც გაირკვა, სიმართლეს არ შეესაბამება. მეორე ინციდენტი ღაზის ომს ეხება. სიუჟეტებში მოვლენები მიკერძოებულადაა გაშუქებული. როგორც ტელერადიო კომპანიის ეთიკის კომისიამ გაარკვია, BBC-ს არაბულ ენოვან სამსახურში ჰამასის ბევრი მომხრე მუშაობდა, რომლებიც სუბიექტურ და ზოგ შემთხვევაში გაყალბებულ ინფორმაციას აწვდიდნენ მთავარ რედაქციას. მესამე დიდი გადაცდომა LGBT თემას ეხება. BBC ფილტრავდა ისეთ ამბებს, რომელშიც LGBT-ს მომხრეები ნეგატიურად იყვნენ წარმოჩენილნი. ასევე რედაქციის დავალებით LGBT პრობლემატიკის შელამაზება ხდებოდა. სკანდალს დიდი ბრიტანეთის საზოგადოებაში ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, საზოგადოების ყველა წევრი ერთნაირად მწვავედ აკრიტიკებს BBC-ს. ამბობენ, რომ ინგლისელი ჟურნალისტების ამ სკანდალურმა საქციელმა შესაძლოა BBC-ს დამანგრეველი ზიანი მიაყენოს. BBC არ არის უბრალო ტელერადიო კომპანია. ის მსოფლიოში უმსხვილესი საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაციაა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე ფინანსდება და მისი უპირველესი დანიშნულება ახალი ამბების მიუკერძოებელი გაშუქებაა. ახლა ასეთი საქციელით BBC-მ ავტორიტეტი შეილახა. მთელი დასავლეთი მას აკრიტიკებს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ის უკვე კარგახანია საუბრობს BBC-ს
მიკერძოებულ პოლიტიკაზე. ახლა ტრამპმა გადაწყვიტა BBC-ს სასამართლოში უჩივლოს. პრეზიდენტი BBC-სგან კომპენსაციის სახით $1 მილიარდ მოითხოვს. სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგნენ მაუწყებლობის გენერალური დირექტორი ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი დებორა ტერნესი. სკანდალი კორპორაციისთვის ძალიან ცუდ დროს განვითარდა. 2027 წელს კომპანიის ლიცენზიას ვადა ეწურება. ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, როგორი ფორმით იარსებებს ეს ტელერადიო კომპანია. იქნება ისევ საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ სხვა სტატუსს მიიღებს. როგორც ინგლისის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ნაიჯელ ფარაჟმა განაცხადა, დადგა დრო, რომ საზოგადოებრივ ტელერადიო კომპანიას რეორგანიზაცია ჩაუტარდეს და განახლდეს. BBC მიკერძოებულია, რადგან აქ ულტრამემარცხენე ჟურნალისტებმა დაიბუდეს. რაც არ მოსწონთ, ყველაფერი მათ ცენზურას ექვემდებარებაო. ბოლივია სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის სიმონ ბოლივარის სახელს ატარებს. ევროპულ კოლონიზაციამდე რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, ინკების იმპერიის ნაწილი იყო. მე-16 საუკუნეში ეს ტერიტორია ესპანეთმა დაიპყრო. ბოლივიამ დამოუკიდებლობა 1825 წელს მოიპოვა, რის შემდეგ, როგორც სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა სახელმწიფომ პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის ხანა გამოიარა. 1899 წელს ქვეყანაში კალის საბადოების დამუშავება დაიწყო და მალე ამ ძვირფასი მეტალის მოპოვება წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვალდაკვალ მის მიმართ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ინტერესი გაიზარდა, თუმცა ქვეყანა ისედაც ინგლისურ-ამერიკული კოლონიური გავლენის ქვეშ იყო. 1936 წლის მარტში ბოლივიაში რევოლუცია მიფეთქა. ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტმა ხოსე რუილოვამ სამხედრო სოციალიზმი გამოაცხადა. სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის საბაბით ბუნებრივ რესურსებზე სახელმწიფო კონტროლი დაამყარა და ამერიკული ნავთობ კომპანიის ნაციონალიზაცია მოახდინა. 1937 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში გენერალი ბუშ ბესერა მოვიდა. ახალმა პრეზიდენტმა სოციალისტური მილიტარიზაციის ძველი პოლიტიკა განაგრძო, რასაც კიდევ რამდენიმე სამხედრო გადატრიალება მოჰყვა. 1967 წელს ბოლივიაში ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით კომუნისტური აჯანყების წარუმატებელ მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბოლოს და ბოლოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, რაც იმით დამთავრდა, რომ 2005 წელს პირველად ესპანური კოლონიზაციის შემდეგ ქვეყნის სათავეში ულტრამემარცხენე პოლიტიკოსი, ეთნიკური ინდიელი ევო მორალესი მოვიდა. 2009 წელს ბოლივიამ მისი თაოსნობით ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვით ქვეყნის პარლამენტში საარჩევნო კვოტები შემოიღეს ეთნიკური ნიშნის გათვალისწინებით. შედეგად საკანონმდებლო ორგანოში ინდიელთა ყველა ტომის წარმომადგენელი მოხდებოდა. ქვეყნის ძირითადი წიაღისეული კი სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა. ბოლივიის უზენაეს კანონში მიწის ფლობის წესით შეიცვალა, რომლის მიხედვით უცხოელს მხოლოდ 5,000 ჰექტარი მიწის შეძენის უფლება მიეცა. ახალმა კონსტიტუციამ კათოლიციზმს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ჩამოართვა და სახელმწიფო ზრუნვის დონეზე მხოლოდ ინდიელთა ტომების კერპ-თაყვანისმცემლობა აიყვანა. ბოლივიის დაახლოებით 12,5 მილიონი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის ადგილობრივი ინდიელები მოსახლეობის 70%-ში ადგეს, დანარჩენები მეტისები და ევროპელები არიან. ბოლივია ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა. ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. მოსახლეობის 80% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამ დროს ქვეყანა მდიდარია გაზით, კალით,
ვერცხლითა და სხვა წიაღისეულით. ბოლივია სამხრეთ ამერიკის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იშვიათად ტარდება ხოლმე საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები. მიზეზი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 3600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რის გამოც უცხოელ ფეხბურთელებს იქ თამაში უჭირთ. სახელმწიფოებრივი მოწყობით ბოლივია საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან ქვეყანას 58 წლის პოლიტიკოსი როდრიგო პას პერეირა მართავს. ის ბარსელონაში დაიბადა. მისი ოჯახი ბოლივიის პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნება. მამამისი ჰაიმე პას სამორა 1989-93 წლებში ბოლივიის პრეზიდენტი იყო. წარმოშობით პასის საგვარეულო არგენტინიდანაა. მე-19 საუკუნის შუა წლებში არგენტინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გენერალი ხოსე მარია პასი ბოლივიაში გადასახლდა. პასების საგვარეულოს მიეკუთვნება ასევე მე-20 საუკუნეში ბოლივიის 4 გზის პრეზიდენტი ვიქტორ პას ესტენსორო. როდრიგოს დედა ესპანელია. დედის მხრიდანაც ცნობილი ნათესავები ჰყავს. მაგალითად, სახელგანთქმული გალიციელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი ხოსე მანუელ ბეირასი. როდრიგო პასმა თავისი ბავშვობის ნახევარი ესპანეთში გაატარა, რადგან ბოლივიის მაშინდელმა დიქტატურამ მამამისი ქვეყნიდან გააძევა. 1980 წელს ის პოლიტიკურ თანამებრძოლებთან ერთად ბოლივიაში დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ქვეყნის გენერალიტეტმა მისი მოკლა სცადა. ავიაკატასტროფა მოუწყეს. სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ მთელი ტანი და სახე დაეწვა. 1982 წელს ბოლივიაში დემოკრატიამ გაიმარჯვა და პასების ოჯახი საბოლოოდ გადავიდა ბოლივიაში საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ როდრიგო პას პერეირამ სწავლა ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრისა და მენეჯმენტის მაგისტრის წოდებები მიიღო. სწავლის დამთავრებისთანავე პოლიტიკაში მოსინჯა თავი. მამამისის ბოლივიის მემარცხენე რევოლუციურ მოძრაობაში გაწევრიანდა. მოგვიანებით ბოლივიის ატაშედ დანიშნეს ესპანეთში. შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ბოლივიის წარმომადგენელი გახდა. 2002 წელს ბოლივიის პარლამენტის წევრად აირჩიეს. 2005 წელს მამამისის პარტია ბოლივიის მემარცხენე რევოლუციური მოძრაობა დაიშალა, რომლის ნაწილი როდრიგოს ჩათვლით ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გადავიდა. როდრიგო პასი მეორეჯერაც გახდა პარლამენტის წევრი პარტიული სიით. 2015 წლებში როდრიგო პასი ბოლივიის ერთ-ერთი რეგიონის ტარიხას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2015-20 წლებში რეგიონს ხელმძღვანელობდა. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივო მორალესის პარტიის დასამარცხებლად ექს-პრეზიდენტის კარლო მესას ლიდერობით ცენტრისტული ბლოკი კომუნიდად სიუდადანა სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნა. ბლოკის თანადამაარსებელი და ერთ-ერთი ლიდერი როდრიგო პასი იყო. ეს ბლოკი არჩევნებში ივო მორალესის პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ივო მორალესის პარტიამ არჩევნები გააყალბა, რამაც დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ერთთვიანი პროტესტის შემდეგ ივო მორალესი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. 2020 წელს რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ივო მორალესის განახლებულმა პარტიამ გაიმარჯვა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი მორალესის დროინდელი მინისტრი ლუის არსე გახდა. არჩევნებში სამოქალაქო საზოგადოებამ როდრიგო პასი სენატის წევრობის კანდიდატად წამოაყენა. მან გაიმარჯვა და ბოლივიის სენატორი გახდა. 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბოლივიის ქრისტიან დემოკრატებმა როდრიგო პასის კანდიდატურა წამოაყენეს. მისი მთავარი ოპონენტი ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხორხე კიროგა რამირესი იყო. ვერც ერთმა კანდიდატმა
50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. ამიტომ ბოლივიის ისტორიაში პირველად არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც როდრიგო პასმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პასის გამარჯვებამ ბოლივიაში მემარცხენეთა და ინდიელთა 20 წლიანი მმართველობა დაასრულა. 8 ნოემბერს ბოლივიის 82 პრეზიდენტის როდრიგო პას პერეირას ინაუგურაცია შედგა. მისი პრიორიტეტი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა და ქვეყნის სიდუხჭირის დაძლევაა. პერეირას ვაშინგტონთან და მის მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობა სურს. როდრიგო პასის მიერ გამოცხადებული პოლიტიკით კმაყოფილია ვაშინგტონიც და ბუენოს-აირესიც. ბოლივიის პრეზიდენტი ბედნიერ ქორწინებაშია. მას 4 ქალიშვილი ჰყავს. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.